შეკვეთილი სტატია ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ რისთვის იხდის ფულს გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისთვის გასამართლებული მართული მედიის დახმარებით ობიექტურად არსებული სურათის უგულვებელყოფას ცდილობს. მარიამ ქართველიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე ვრცელ წერილში დეტალურად აღწერს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები გამოცემა გარდიანის ჟურნალისტის დენიელ ბოფეისა და ჟურნალისტ ფილიპ შიშკინის სტატიების ირგვლივ. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ნიუ-იორკ ტაიმსისთვის მუშაობდა. სტატიები, რომლებიც ადვოკატის განმარტებით მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისკენ და ივანიშვილის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენისკენ. ადვოკატს მოყავს ფაქტები და მათ შორის არის ჟურნალისტების მიერ დასმული მიკერძოებული შეკითხვები, რომელზე პასუხებსაც დათქმულ უმოკლეს დროში ითხოვდნენ. გარდიანის ჟურნალისტის შეკითხვებში იკითხებოდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ოჯახის ბრალდებები, თითქოს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისთვის გასამართლებული არის პოლიტიკური პატიმარი. ბრალდებების შესახებ სტატიის დაწერის მოტივად კი დასახელდა სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც გასული წლის დეკემბერში მიიღეს. მზურ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ზოგიერთი უცხოური მედიის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ინტერესთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელს დამიკავშირდნენ გარდიანის ჟურნალისტი დენიელ ბოფი და ფილიპ შიშკინი, ეგრეთ წოდებული ფრილანსერი ჟურნალისტი, რომელიც მისივე განმარტებით სტატიას ამზადებდა ნიუ-იორკ ტაიმსისთვის. სამწუხაროდ ორივე აღნიშნული პირის შემთხვევაში აშკარად იკვეთება, რომ არიან დაქირავებულები ბაჩიაშვილის, მისი ოჯახის მიერ. მოქმედებენ მერკანტილური ინტერესით და ამავდროულად პირდაპირ ცდილობენ მცდარი წარმოდგენები დაამკვიდრონ მათ მკითხველთა წრეებში სადავო საკითხთან დაკავშირებით. მოახდინონ ჩემი მარწმუნებლის დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია. აღნიშნული კი კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ გარდა თავიანთი მერკანტილური ინტერესების გადარებისა, მითითებული ჟურნალისტები თუ მედია საშუალებები ასრულებენ ნატარებენ დამატებით სხვა დავალებებსა და ინტერესებს, რასაც უფრო ხანგრძლივი ისტორია და ღრმა ფესვები აქვს ვიდრე ბაჩიაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობა. ზემო აღნიშნულის პირდაპირი დასტურია ბატონი დენიელ ბოფის ბოლო კომუნიკაციის მცდელობა ჩემთან. კერძოდ 2025 წლის 12 სექტემბერს სამუშაო დღის ბოლოს ელექტრონულ პოსტაზე მივიღე დენიელ ბოფის წერილი ელექტრონულ პოსტაზე გამოიგზავნა 17 საათზე, ხოლო მე პირადად გავეცან იმას მოგვიანებით, რომელშიც იყო მოცემული რამდენიმე აბსტრაქტული შინაარსის უსაფუძვლო ბრალდება. მაგალითად, ბატონი ბაჩიაშვილი ბატონი ივანიშვილის პირადი პატიმარია. ბატონი ივანიშვილს საკლია თანაგრძნობა და შესაძლოა ბოროტი იყოს და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები, რომელიც გაჟღერდა ბაჩიაშვილის დედის მიერ. ამასთან ბატონმა ბოფიმ ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთების სურვილის არსებობის შემთხვევაში კატეგორიული ფორმით მოითხოვა აღნიშნულის განხორციელება იმავე დღის საღამოს 6 საათამდე ბრიტანული დროით. ამავდროულად ამ უსაფუძვლო დაუსაბუთებელი ბრალდებების პრესაში გაჟღერების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება დააწესოს სანქციები ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თითქოს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო. ბრიტანელი ჟურნალისტის ეგრეთ წოდებული კითხვები ჩამოყალიბებულია დედის ბრალდებების სახით, მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტიკასა და საფუძველს. აშკარაა, რომ მიზანი ჟურნალისტისა არის არა საქმის შესახებ რეალური ვითარების გარკვევა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებისთვის საჯაროდ არაერთხელ მოვახდინეთ საქმის ირგვლივ არსებითი განმარტებები და არც ერთხელ აღნიშნულზე არ უპასუხიათ არც ბაჩიაშვილს და არც მის ადვოკატებს, არამედ უარყოფითი შინაარსით ფორმულირებული ინფორმაციის გავრცელება მედია სივრცეში. ამას ვიადასტურებს წერილის გამოგზავნის დრო და მასზე რეაგირებისთვის განსაზღვრული პერიოდი. როგორც აღნიშნე, წერილი გამოიგზავნა პარასკევს 2025 წლის 12 სექტემბერი სამუშაო დღის დასასრულს და მასში კატეგორიული ფორმით განსაზღვრული იყო მხოლოდ 3 საათი რეაგირებისთვის. ცხადია, რომ ჟურნალისტმა ამით ფორმალურად შეასრულა მისი ეთიკური ვალდებულება მეორე მხარის ინფორმირებისა, თუმცა რეალურად არც კი მისცა დაზარალებულ მხარეს რეაგირებისთვის დრო. როგორც იკვეთება, არც აინტერესებდა პასუხები და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა შეკვეთილი სტატია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პირველი კომუნიკაციის შემდგომ ბატონ დენიელ ბოფისთან, რა დროსაც მან ასევე უაპელაციოდ განმისაზღვრა პასუხებისთვის დროის ჩარჩო, შემდგომ გადააცილა სტატიის გამოქვეყნების ჩემთან გაჟღერებულ ყველანაირ ვადას და ამავდროულად
ჩემი პასუხები ასახა მაქსიმალურად ზოგადი, უღიმღამო ფორმითა და შინაარსით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ასახა. ნათლად ავუხსენი მას, რომ მისი არაკეთილსინდისიერი ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის და ვწყვეტდი მასთან კომუნიკაციას. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ცალსახად გამოიკვეთა, რომ მისი სურვილი იყო არა ჩემი დასაბუთებული პასუხების მიღება და მისი მკითხველისთვის გაცნობა, არამედ დაზარალებული მხარის პოზიციების გაგება და გამოსაქვეყნებელი სტატიების დამკვეთებისათვის მისაღები ფორმით მომზადება, რასაც მხოლოდ ერთი მიზანი გააჩნდა. მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოეჩინათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. აქვე მოკლედ შევეხები დანიელ ბოფის მიერ მის ბოლო ელექტრონულ წერილში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში ასახულ მსჯელობას, თითქოს იგი დაასანქცირეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო. აღნიშნული ცრუ მსჯელობა ასახული იქნა კიდეც მის მიერ სტატიაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი დაუსაბუთებელი სანქციების გამოყენებას ამერიკის შეერთებული შტატების წარმოვადი ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა ეს დაუსაბუთებელი სანქცია შემოიფარგლა მხოლოდ რუსეთთან საეჭვო კავშირებზე მითითებით. ვიმეორებ, დაუსაბუთებლად ყოველგვარი კონკრეტიკისა და ფაქტებზე მითითების გარეშე. მაშინ როცა ბატონი დენიელ ბოფი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სტილში გვთავაზობს ბრალდებების მთელ სერიას, რაც თურმე ეხება დემოკრატიის უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ვფიქრობთ, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერებაზე და კონკრეტული დაკვეთის შესრულებაზე. რაც შეეხება ბატონ ფილიპ შიშკინს, მის ყველა ძირითად შეკითხვას 18 აგვისტოს უპასუხე. დამატებით შეკითხვას უპასუხე 21 აგვისტოს. ვინაიდან დენიელ ბოფის მსგავსად მანაც შემზღუდა დროში იმ მოტივით, რომ სტატია მაქსიმუმ აგვისტოს ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო. დღეს კი, როდესაც მიილია სექტემბრის ნახევარი, სტატია კვლავაც არ არის გამოქვეყნებული და ჩემს მიერ გაცემული პასუხები ასახული. შესაბამისად, გვაქვს იგივე მოცემულობა, რაც პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით იქნა აღწერილი ჩემს მიერ. სამწუხაროდ, მართული მედიის მიერ დამკვეთების დავალებების შესრულება და ობიექტურად არსებული სურათის სრული უგულებელყოფა. მართველი გუნდის განცხადებით, ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი ქართული მედიის დაფინანსების შემდეგ საერთაშორისო მედიაში ბევრ ფულს იხდიან იმისთვის, რათა დანაშაული გადაფარონ და დაზარალებული ინვესტორის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ. მართველი ძალა ყველას ახსენებს ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ესეც მიღებული პრაქტიკაა, ხო, ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ჩართულია პირდაპირ პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული, დაკავებული დანაშაულისთვის არის ჩარდებული და ისინი ცდილობენ შეკვეთილი სტატიებით, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოების ვერ იქნება საინტერესო, ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ იქნება ვერავითარ. ეს არის ერთი ჩვეულებრივი დამნაშავის მცდელობა პასუხისმგებლობიდან გაქცევისა. დანარჩენი სხვა ყველაფერი არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, თითიდან გამოწვეული, ვინც არ უნდა რამე თქვას, ერთი რამეა ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედებს სასამართლო მართლმსაჯულება და საქართველოს მართლმსაჯულების ორივე ინსტანციას ეს ადამიანი ყავს ცნობილი მსჯავრდებულად და დანაშაულის სახეზე დანაშაული იცის მთელმა საზოგადოებამ. დანარჩენი ახლა დაფინანსებული და ანგაჟირებული მედიის წარმომადგენლები თუ კორუმპირებულად და ამავდროულად შეკვეთილი სტატიით ვინმე რაიმე განსხვავებულის მტკიცება შეეცდება, იქნება ეს ერთი ჩვეულებრივი სისრუე და სრუგატელობა. ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც უცხოური მედია საშუალებები მიკერძოებულად და კონკრეტული პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით მოქმედებენ. ამ შემთხვევაშიც აღნიშნული მედია საშუალებების წარმომადგენლები მიზანმიმართულად ახდენენ ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას საერთაშორისო დონეზე და აქ რა თქმა უნდა ნათლად იკვეთება ბაჩიაშვილის და მისი ოჯახის ასე ვთქვათ კვალი. როდესაც ადამიანი ამხელა დანაშაულში არის დამნაშავე, ამის შემდგომ ალბათ ერთადერთი დარჩენია, რომ საკუთარი თავის სამართლებლად ასეთი უღირსი საქციელი განახორციელოს. გამოცემა გარდიანის სტატიაში მსჯავრდებულის დედის ვრცელი ინტერვიუა, სადაც ის საკუთარ მოსაზრებებს აცნობს. სტატიის ავტორს ისმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის მისამართით და ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს. თუმცა სტატიაში არაფერია სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების შესახებ, რომლის მიხედვითაც სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციამ ბაჩიაშვილი დამნაშავეცნო, მათ შორის არ არის არც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კონკრეტული პასუხები. მადლობა მარიამ, ეს მარიამ ქართველიშვილი იყო.